ბუნებრივია, მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ აუცილებლად მივად თუ კომპლექსურად განვიხილავთ საკითხს მართვის კრიზისამდე, იმიტომ რომ ეს პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, მრავალმხრივი პრობლემა არის და მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ოდესაც დედაქალაქის მერი აცხადებს კახაკალაძე, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, ამით პრინციპში გაცხადებულია ის პოლიტიკა, რომელიც აქვს თბილისის მერიას და ქართულ ოცნებას თბილისში. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, მე რო ვეუბნები ხოლმე მოქალაქეებს, როცა მაქვს მასთან კომუნიკაცია, ჩემთან შემოსული წერილების დაახლოებით 80% ეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას, საცობებს, დაზიანებულ გზებს, გაუვალ ტროტუარებს და ასე შემდეგ. და როცა ვეუბნები ამ ადამიანებს, რომ ყოველდღიურად ამას მინდა მიაქციოთ ყურადღება, ყოველდღიურად 9 მილიონი ლარი იხარჯება თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, არ ჯერათ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ 9 მილიონი ლარი შეიძლება ყოველდღიურად იხარჯებოდეს გზების მოწესრიგებაზე, მათ შორის სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაზე და ყოველი წვიმა მსგავს შედეგებს დებდეს თბილისში და აქამდე იყო ხოლმე, რომ მარტო შეიძლება დატბორილიყო დიდი დიღომს ქონდა ეს პრობლემა განსაკუთრებულად, მაგრამ გუშინ ვნახეთ, რომ გდანი დაიტბორა, ვარკეთილი დაიტბორა და უკვე თელ თბილისს მოიცავს. ამის მიზეზი არის ის, რომ თბილისი შენდება და განვითარებას ეძახიან ამას მხოლოდ მარტო კორპუსების აშენებას და ამას აღარ მიყვება სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა, რომ ამდენ კორპუსს მოემსახუროს. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ისე სანიაღვრეებით და უზარმაზარი კორპუსები შენდება და ამას უკვე ქალაქის განვითარება ვეღარ მიყვება. ეს არის ეს პრობლემა და ამ შემთხვევაში ერთია, რომ კოლაფსი გამოიწვია და დააზიანა, თქვათ, მოძრაობა და ვერ მოძრაობდა ხალხი, ხო გამოიწვია ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საშიში პრობლემები. თქვენ ნახეთ ვაჟებ-შაველას ძეგლის მიმდებარედ მარიჯანის 4 ნომერში ჩამოიშალა უზარმაზარი მიწის მასა და 14 სართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებს ეხლა იქ შექმნილია პრობლემა. სხვა კორპუსის საძირკვლისთვის ამოთხრილება ორმოში ჩამოთხრილი, ხო და ეს რო იყოს ცალკეული შემთხვევა შესაძლოა რომ ეს პროპაგანდისტული გზავნილიც გაგვეზიარებინა რომ მსგავსი რამ ყველგან ხდება და ნუ რა მოხდა ჩამოიშალა ერთგან მიწა, მაგრამ უკანასკნელი აი 13 მაისს მოხდა, ერთი თვეც არ არის გასული, ნაფეტურების გზაზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე, ასევე ჩამოიშალა კლდის ფერდობი და იქიდან ევაკუაცია გახდა მოსახლეობის საჭირო და როცა შენ ამას ყურადღებას არ აქცევ და მხოლოდ პოსტფაქტუმ უსაფრთხოების პოლიტიკას ატარებ, ამ შემთხვევაში ეს დამატებით ბიუჯეტს კიდევ დამატებით ხარჯად უჯდება, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ვიღაცის დაუდევრობის, უპასუხისმგებლობის გამო შესაძლოა რომ დაიდოს სამხარაულის ექსპერტიზის მხრიდან დასკვნა, რომ ეს კორპუსი გამოსასახლებელი შეიძლება გახდეს, ხო? აქ რამდენი ოჯახი ცხოვრობს, ეს რამხელა ხარჯია თბილისისთვის, ხო? თბილისის მაცხოვრებლებისთვის ბუნებრივია, სკალაძის ფული არ არის და თბილისის მერის ფული არ არის. ეს არის თბილისის მაცხოვრებლების ფული, გადასახადების გადამხდელების ფული და ამ შემთხვევაში, როცა სხვისი დაუდევრობის გამო ჩვენ გვიწევს მოსახლეობის გამოყვანა კორპუსებიდან და არის მე 8 წლის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში უფრო მეტიც ქირას უხდიან ამ და ამაზე პასუხს არავინ არ აგებს. ბუნებრივია, აქ მე პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ, თორე იმ კომპანიას ახლა დააჯარიმებენ, ბუნებრივია 30,000 ლარია თუ არ ვცდები ჯარიმა, მაგრამ რამდენი იქნება ის თანხა, რაც ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადოთ ამ ადამიანებს, ვინცაც იქიდან გამოვიყვანთ, ეს ხო გაცილებით მეტი რაოდენობაა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ არ არსებობს უსაფრთხოების სისტემური პოლიტიკა, არ არის პასუხისმგებელი დედაქალაქის მერი და შესაბამისად ეს ქვესაუწყებ ორგანოებზეც გადადის, ასევე ამ პასუხისმგებლობას ვერ გზნობენ. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხია მართვის კრიზისთან მივდივართ, ახლა ამ შემთხვევაში მიწის ფერდობი ჩამოიშალა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდს თუ გადავხედავთ, ხო, ტროტუარზე დაიღუპა ადამიანი, რომელიც თავისთვის მიდიოდა ტროტუარზე და გასაგებია, რომ ამ შემთხვევაშიც იმ ადამიანს დაბრალდება, ვინც დაეჯახა, მაგრამ რა უნდა ტროტუარს მანქანაზე, თან ერთი მანქანა არის და მარტო ეს ერთი მანქანა რო ყოფილიყო, გადარჩებოდა ალბათ ეს ადამიანი, თუმცა ის სხვა მანქანაც იყო. აგერ ლოტკინის სკვერში საქანელა გადმოვარდა და 14 წლის ამ ყველა პრობლემაზე ვისაუბრებთ. ამასაც ვსაუბრობ, იცი რომ ეს არის კომპლექსური საკითხი, სისტემური საკითხი, თქვენ რადგან მკითხეთ, რომ მხოლოდ ამაზე აქვს, აქ მართვის კრიზისთან მივდივართ უკვე, მრავალმხრივი პრობლემებია თბილისში და ამას თუ არ მიექცა დროულად ყურადღება საზოგადოებამ ამაზე თუ არ ამოიღო ხმა, ბუნებრივია რომ ამ სპირალიდან ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება გამოსვლა. მე რა ნალექი მოვიდა ვაკიშიც მაგალითად, ხო და საბურთალოზეც, მაგრამ არასწორად არის დაგეგმარებული, თქვა დიდი დიღომი.
კატასტროფულად არის დაგეგმარებული უკვე. მე არ ვამბობ, რომ იქ უკეთესი მდგომარეობაა, მაგალითად ვაკეში და საბურთალოზე და სხვა რაიონებში, სადაც შედარებით მსუბუქად გადაიარა ამ ნალექმა. მარტო დიდი ღომში ხო არ იწვიმა, ამ მარტო ვარკეთილში ხო არ იწვიმა. შესაბამისად, სადღაც არის სწორად, მეტნაკლებად სწორად, სადღაც სისტემურად არასწორად არის და ეს როცა ესე ხდება, ბუნებრივია, რომ ამას ობიექტური ახსნა აქვს ბოდიში, რომ თქვენ საუბრობდით და რაღაც. ხო, ბადალზურა საუბრობდა უფრო გლობალური კუთხით. პრინციპში აქედან მოდის თავი პრობლემა ამ შემთხვევაში და ეს მესმის, მეც რა თქმა უნდა, უფრო თვითმმართველობის გაძლიერება არა მარტო თბილისში, არამედ ზოგადად საქართველოში, მაგრამ ეხლა დღეს რა უშველოთ ამ პრობლემას, ხო რა უნდა გამოსწორდეს, ამაზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ. აი მაგალითად საკრებულოში თუ ვილაპარაკებით ქართულ ოცნებას ამ თემაზე, ისინი რას პასუხობენ? ბუნებრივია ვესაუბრებით სწორედ წინა გამოსვლაზე საკრებულოს წინასხდომაზე ამ საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებზე ვისაუბრე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონმა ბექა დავითულიანმა მითხრა, თბილისშიო დაზიანებული გზები არ არსებობსო, სადნახეო მეც მოძრაობ ქალაქშიო და აი ეს პასუხია, რომელიც ნუ ჩემი აზრით აბსოლუტურად არასერიოზულია. ბუნებრივია გავამზადე მე ჩამონათვალი ქუჩების და ეხლა 10 რიცხვში არის საკრებულოს ხდომა და ბუნებრივია რომ ამაზე ვისაუბრებ და მივიტან ამ ჩამონათვალს. აქ თქვენ ეხლა გამოსავალზე საუბრობთ და გამოსავალი არის ერთადერთი რომ ხალხმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ის რა მდგომარეობაში ვართ. აი გუშინ დაიტბორა ასევე აულაბრის მეტროსადგური, რომლის რეაბილიტაცია თბილისის მაცხოვრებლებს დაუჯდათ 4 მილიონი ლარი. 4 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის იზოლაციაზე, სანიაღვრე სისტემების მოწყობაზეც და ერთხელ ხო იწვიმა თქვენ ალბათ გახსოვთ ხო დაახლოებით თვენახევრის წინ იყო როცა ასევე დაიტბორა შემითაც ეწვიმდა როგორც გარეთ და მაშინ კახაკალაძე გამოვიდა რაღაც პასუხისგებლობებზე ისაუბრა ოღონდ საკუთარ პასუხისგებლობებზე არა თუმცა როცა აულაბრის მეტრო გაიხსნა კახაკალაძე თვითონ იყო მისული გახსნა ეს წითელი ლენტი და თბილისს შეემატება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხო მაგრამ გახსნაზე რომ მიდის და ხსნის ამ ობიექტს მაშინ პასუხისგებლობა არ არის მისი კომპანიაც ჩვენ ხوار შეგვირჩევია ეს კომპანია მისი ტენდერი ბუნებრივია თბილისის მერია აცხადებს ამ ტენდერს. თან მან ტენდერიც არ იყო მე რა გამოცხადებული, ერთ-ერთთან მოლაპარაკებით გაკეთდა ეგ და მით უმეტეს უფრო მეტი პასუხისგებლობა, ანუ პირდაპირ შეარჩიეს კომპანია 4 მილიონი ლარი დახარჯეს და მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს გუშინაც ისევე წვიმდა. ამიტომ ეს სახსრები, რომელიც იხარჯება აბსოლუტურად არარაციონალურად და არამიზნობრივად, ამაზე საზოგადოებას უნდა კონდეს ბუნებრივია რეაქცია, თორე ეს სლოგანები სიცოცხლით სავსე ქალაქი, მშვიდობით სავსე ქალაქი ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხილ ქალაქად. ეხლა სულ არ სიამოვნებს ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არის ფაქტი, ხო, ყოველი წვიმა არის ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელი და გუშინ ავტობუსებში შევიდა წვიმა ეს რაღაც საერთოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით ეხლა რამ სიმაღლეზე მოძრაობს, ხო, ეხლა ავტობუსები რამხელა საბურავები აქვს, მაგრამ გაივსო ფაქტობრივად ავტობუსებშიც ესე იყო წვიმა, როგორც ქუჩაში და ეს სერიოზული პრობლემაა, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა და ამ პრობლემას ეხლა თუ არ გაუსწორეს თვალი, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, რომ ეს პრობლემა არ არსებობს, ბუნებრივია რომ ამას მოსახლეობა ხედავს, ინფასების კომისიის არ იყოს რაღაც საიტები და ის რომ გააკეთეს და ვითომ ეს პრობლემა აღმოიფხრო, მაგრამ ადამიანი რომ შედის მაღაზიაში, ხედავს რომ გაძვირებულია ყველაფერი, ისევე წვიმაში რომ მიდის და ხედავს რომ მოდის ხო ეს მიაღვარ და დატბორილია, ეხლა რაც არ უნდა ელაპარაკო, რომ არ არის დატბორილი და თბილისში გზები არ არის გაუარესებული, რაც არ უნდა ელაპარაკოს, ეხლა ბექა დავითულიანმა ყველა კარგად ხედავს რა მდგომარეობაც არის, ხო? ამ მიმართულებით თბილისის ბიუჯეტი ეხლა ამ ხრივ რა თქმა უნდა ყველაფერს ეშველება 2 მილიარდ 600 მილიონი ლარია. ეს თანხა სავსებით შესაძლებელია მიზნობრივი, წერტილოვანი, რაციონალური, პროფესიული და კომპეტენტური მართვის შემთხვევაში დაიხარჯოს ისე, რომ ასეთი პრობლემები თბილისში არ იყოს, ბუნებრივია. ხო, 14 სართულიან კორპუსი ეხლა ძირი რო არ უნდა გამოუთხარო. რა თუნდა ეხლა მაგას საუბარი ამას როგორ შეიძლება რო არ ეშველოს, ხო? თან მით უმეტეს ეხლა გამოცდილებაც მიიღეს, აგერ ნაფეტვრებზე მოხდა, მანამდე ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ასევე მოსახლეობა გასაყვანი გახდა და კიდე არაერთი ეგეთი ფაქტი მახსენდება, ხო? როცა ჩამოიშლება უკვე ეს ყველაფერი და ამის შემდეგ იწყებ რეაგირებას და მიდიხარ ადგილზე, პრობლემაა მართვის კრიზისია და ამ მართვის კრიზისს თუ არ ეშველა ამ სპირალიდან ვერ გამოვა. მე ხლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იქ ადამიანების ნაწილი არ ვიტყვი ხა შესაძლოა რომ უმრავლესობა, მაგრამ იქ ადამიანების ნაწილი ბუნებრივია იაზრებს რეალურად რა მდგომარეობაც არის თბილისში, მაგრამ ამ ადამიანებს აკრძალული აქვს საერთოდ ხმის ამოღება, ეს ჩემი
შეიძლება რაღაცა სუბიექტურ მოსაზრება ჩათვალოს, მაგრამ მე ესე ვთვლი, ბატონმა ისაუბრა აგერ ძალიან სწორად პოლიტიკური მიმართულებით, რომ არანაირი თავისუფლება თბილისის საკრებულოს არ აქვს. ეს სრულად არის დამოკიდებული კახა კალაძის პოლიტიკაზე, რომელსაც ასევე არ აქვს თავისუფლება და ისიც დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე, ხო და ამ ხრივ როცა სანოტარო ბიუროდ არის, რაღაც რეგისტრაციის ოთახად არის ქცეული უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომელიც რეალურად უნდა მართავდეს თბილისს და პასუხისგებლობას უნდა იღებდეს. ამ შემთხვევაში, როცა ეს მდგომარეობა გვაქვს, შესაბამისად ამას მოყვება ის ყველაფერი, რა მდგომარეობაში დღეს არის თბილისი. იქ არის ხოლმე მცდელობები, გარკვეული მაჟორიტარების მხრიდან საკუთარი უბნის პრობლემატიკაზე ისაუბრონ რაღაც, მაგრამ ეგრევე შეიმჩნევა, რომ უყურებენ, რომ რა შურები, აბა რას ლაპარაკობ, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ეს მოთხოვნილება, გასაგებია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას წარმოადგენენ, მაგრამ ნამდვილად არის საკრებულოში რამდენიმე ესეთი ოპოზიციონერი სამართლიანობისთვის უნდა დეპუტატი ქართული ოცნების უკაცრავად, რომელსაც აქვს ხოლმე ეს მცდელობები, რომ რაღაც პრობლემატიკაზე ელაპარაკოს, მაგრამ ყისვე იკეტება. პრობლემების აღიარება არ ხდება. ჯერ პირველ რიგში არ ხდება, ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ აქ სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პასუხისგებლობაზე. როგორ შეიძლება დედაქალაქის მერი ამაზე საუბრობდეს? და თქვენ ლოტკინის სკვერში მომხდარი ამბავი ახსენეთ, ერთობლივად გავრცელდა როგორც ადგილობრივი გამგეობის, ისე თბილისის მერის განცხადებები და ორივე განცხადება იწყებოდა იმით, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ამ შემთხვევაში მოხდა ვანდალური ფაქტი, მოზარდებმა დააზიანეს ეს საქანელად და დაეცა სრულიად უდანაშაულო ბავშვს, რომელიც ამ მოზარდებთან ერთად არ იყო. მაგრამ მე გამოქვეყნდა ვიდეოები, მე არაერთი ვიდეო, ათობით ვიდეო ამ ვანდალური ფაქტების აღწერის და შეოჯახა შენებულო თუ ერთხელ მოხდა, ორჯერ მოხდა, სამჯერ მოხდა, სანამ მაგას იტყვი რომ აგერ მოზარდები აზიანებენ, ხო? ამ შემთხვევაში ან დამატებითი რაღაცა სამეთვალყურეო სისტემები დაამონტაჟე, ვიდეო კამერები, ან ყველა სკვერში ერთი უსაფრთხოების თანამშრომელი მაინც იყოს, ხო? რომ რაღაცნაირი პრევენცია მოახდინო, დაზღვევა მოახდინო, თორე ყოველთვის შეიძლება ისრების გადამისამართება და ამავდროულად ამ პოლიტიკური დაკვეთაც მიცეს. თან თქვენს განცხადებაში რომ გამოძიება მიმდინარეობს, ანუ დადგენილი არ იყო ჯერ მართლა ვანდალური ფაქტი მოხდა თუ არ მოხდა თვითმხილველების თქმითო, მაგრამ ეს თვითმხილველებიც არ იყო, ხო, ვინ იყვნენ გაშიფრული ბოლომდე და თან ორივე ამბობს რომ ვანდალური ფაქტი მოხდა. უკვე გამოძიებაც ბუნებრივია რომ მაგ მიმართულებით წავა სავარაუდოდ. შესაძლოა მართლაც იყო ვანდალური ფაქტი, მე მაგას არ გამოვრიცხავ, მაგრამ არ შეიძლება რომ პასუხისგებელი ორგანო სხვა შემთხვევაში იყო ბავშვ დენმა რო დაარტყა და ასე შემდეგ. ის ვანდალური ფაქტი არ იყო. ხო, ვაკის პარკშიც მოხდა და სხვაგან ბევრგან მოხდა, სადაც ახლა იქ ვანდალური ფაქტი კი არ იყო კონკრეტული ყოველთვის გამოიძებნება დამნაშავე, ხან წვიმა იქნება დამნაშავე, ხან ქარი იქნება, ხან რა ვიცი მოზარდები იქნებიან, ხან დენი იქნება დამნაშავე და ყოველთვის იტყვის კახა კალაძე რომ მე პასუხისგებელი მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ და უპირველეს ყოვლისა ეს არის არ ვიცი ანომალია არის, მსგავსი განცხადება არ ვიცი მსოფლიოში თუ რომელიმე პოლიტიკოს უთქვამს მით უმეტეს თვითმმართველი ქალაქის მმართველს მერს, ხო, რომელიც არჩეული ფიგურაა და რომელსაც ჰქონდა პრეტენზია რომ ყოფილიყო თბილისის მმართველი. აბსოლუტურად არ ემორჩილებიან, რამდენჯერმე დავსვი ეს კითხვა, როგორ შეიძლება. ნუ ეს კონსტიტუციაა ქალაქის, ხო, როგორც არის ეროვნული კონსტიტუცია, ისე არის ქალაქის კონსტიტუცია, გენგეგმა, რომელსაც უნდა მიყვეს ხელისუფლება, მაგრამ თითქმის ყოველი სხდომა არის კოეფიციენტების მომატების სხდომა, ნუ არის კორპუსები 8 სართულიანი, შემოიტანენ 12 სართულიანი, 16 სართულიანი, ყოველი სხდომა ჩვენი სამსახური ემსახურება ამას, ნუ ქართული ოცნების წარმომადგენლების რომ მოუმატონ კოეფიციენტები, შეუცვალონ სტატუსები, ეხლა დიღმისჭალის ამბები იყო ბოლო ხანს აქტუალური, რეკრეაციული ზონა იყო, შეუცვალეს სტატუსი და ეხლა იქ მშენებლობები მიმდინარეობს. ანუ აბსოლუტურად ხელაღებით ლახავენ ამ გენგეგმას და ბევრი, აი თითქმის 90% არის კოეფიციენტების ზრდა, სადღაც იყო დამტკიცებული ნებართვა გაცემული, რომ უნდა ყოფილიყო 8 სართულიანი და შეხედოთ 16 სართულიანი ან 24 სართულიანი, ვფიქრობ ხოლმე იმასაც, რომ ალბათ სათავეში ვეიციან, რომ მომავალში ამ კოეფიციენტს გაუზრდიან, ამიტომ თავიდან რაღაც მოსახლეობის გულისწყრომა რო არ გამოიწვიონ და ნელ-ნელა შეაპარონეს ამბავით, შეიძლება 12 სართულიანი იყოს, მაგრამ შემდეგ ადიან და ადიან. ეხლა თბილისში უამრავი მშენებლობები იგეგმება, მასშტაბური მშენებლობები, რომელიც დამატებით კოლაფს გამოიწვევს კიდევ ქალაქში. დიდი ხომში მაგალითად გუდვილის ტერიტორიაზე, ეხლა არ ვიცი რამდენად აქვს ეს ინფორმაცია დიდი ხმის მაცხოვრებლებს, 6-35 სართულიანი კორპუსი შენდება ზუსტად გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც
დამატებით კიდევ იქ რამხელა საცობებს გამოიწვევს, ჯერ ისედაც გართულებულია მოძრაობა ხალხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება ცუდად, აგერ რამდენიმე ხნის წინ იყო ეგ ამბავიც, როცა ჩამოიყვანეს, გული წაუვიდა გოგონა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და პირდაპირ ასფალტზე ასულიერდნენ, იმდენად გადაჭედილი არის უკვე. ხო და თან პლუს დიღომში მეტრო არ არის, არაფერი არ არის. ვერ უმკლავდება. გარდა მაგისა ლაგუნა ვერესთან შენდება უზარმაზარი კომპლექსი, ვაკეში ფიზკულტურის ინსტიტუტთან შენდება უზარმაზარი კიდევ მრავალსართულიანი შენობები და ეს ყველაფერი რას გამოიწვევს თბილისს და სადამდე მიყვანს ამაზე საუბარი, ნუ შეიძლება ეს სამშენებლო ნებართვები გაიცემა უკვე კარგად ხო ბატონმა, სადაც შეიძლება ხო გაიცემა და სადაც არ შეიძლება იქაც გაიცემა და ამას ბუნებრივია ვერ უწყობს ხელს ელემენტარულად სკოლები და ბაღების რაოდენობა ვერ უწყობს. დიდი ღომში სადაც ამხელა მოსახლეობა ხო უზარმაზარი ტერიტორიაა, ცალკე ქალაქი მეგაპოლისი გახდა, სულ თუ არ ვცდები 2 თუ 3 საჯარო სკოლა არის, რომელიც აბსოლუტურად ვერ უზრუნველყოფს და რო აშენებ ამდენ კორპუსებს ხო უნდა მიაყოლო იქ საჯარო ბაღი გინდა, სკოლა გინდა. ანუ ამხევ არავინ არ ფიქრობს, მარტო მთავარი კორპუსები ჩაიდეს. სანიაღურია ინტერესებს, ტროტუარებზე აღარ ეტევა უკვე მანქანები, აღარ არის საუბარი. მე აბსოლუტურად მომხრე ვარ იმ სატრანსპორტო პოლიტიკის, რომელიც შესაძლოა რომ განხორციელებულიყო, ქვეითზე ორიენტირებული ყოფილიყო და გადასულიყო ადამიანები, თქვა კერძო მანქანებიდან, მაგრამ ეს ბალანსი არ არის დაცული ქალაქში. მე ხანდახან ხდება ხოლმე საკრებულოში რომ მივდივარ მაგალითად, შეიძლება სადგურის მოედნიდან საკრებულომდე წავიდე ავტობუსით, იმიტომ რომ რაღაცნაირად კომფორტულია, ბასლაინში მიდის და მივდივარ, მაგრამ ნაძალადევში სადაც ვცხოვრობ, ვერანაირად ვერ წავალ, იმიტომ რომ ხაზული არ არის ბასლაინები და ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუსტად ისე დგას საცობში, როგორც დგას კერძო ავტომანქანები და იგივე არის. მაგალითად, იმდროს მეგობარს ვაცილებდი, ერთ რაიონზეა მე რა საუბარი. მე ხლა არ ვსაუბრობ, ხო, თბილისის ერთი რაიონიდან მეორეში წახვიდე. ნაძალადევის რაიონის ფარგლებში, ნაძალადევისგან თემქაზე რო წავიდეს, 1 საათი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო, ავტობუსი რომ მოვიდეს და 1 საათი ჭირდება შემდეგ რომ მივიდეს საცხოვრებელ სახლამდე. რომელ კომფორტზე არის საუბარი, რატო უნდა გადაჯდეს ადამიანი ესეთ ავტობუსზე, ჯერ 1 საათი რომ ლოდინი ჭირდება და შემდეგ საცხოვრებელ სახლამდე ერთი რაიონის ფარგლებში რომ მივიდეს, კი დამატებით 1 საათი ჭირდება, ხო? კოშმარია, 2 საათი უნდა ადამიანს რომ ერთი რაიონის ფარგლებში გადაადგილდეს და სანამ ეს ბასლაინის სისტემა არ მოწესრიგდება სრულად, მეტრო არ მოწესრიგდება, ხო? ვარკეთილის მეტრო ეხლა აღარ მინდა უკვე ყბადაღებულ თემად ექცა, მე მევიდება უკვე და მე უხერხულება ამაზე საუბარი, არ ვიცი 10 წელია ერთი მეტროს სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აგერავლაბრის მეტროს რა დაემართა ნახეთ. კალაძის წინა საარჩევნო დაპირება იყო რომ ვაზის უბანში, გდანში, მარჯანიშვილზე გაკეთდებოდა ახალი მეტროს სადგურები. სად არის ეს, ხო? თუ არ აყვა ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ეს ქსელი ვერანაირად ვერ განიმუხტება, პირიქით ეს კოლაფსიც იქნება. კალაძემ თქვა რომ დიდი ღომში ტრამვაი გაკეთდებოდა, დაიწყეს რეალურად მუშაობა. ტრამვაი კი კომპანია, გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. ეს ჩემი აზრით გააკეთეს სწორედ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაებალანსებინათ ის გულისწყრომა, რაზეც ახლა მოვსაუბრობ, ის მრავალსართულიანი კორპუსები რო შენდება, თითქოს ეს ტრამვაი რაღაცას განტვირთავს და შესაძლოა რაღაც პატარა ბალანსი დაიჭირეს, რომ ეს შესთავაზონ რაღაც манипуლაციური აქტი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი პროექტი არის, მაგრამ ეს პროექტი კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იქ დამატებით უკვე კიდევ დიდი მშენებლობები აღარ იქნებოდა. თავარია განხორციელდეს, თორე ჩვენ გვახსოვს ეგეთი დაპირება, რომ ლილოში უნდა ყოფილიყო. ეს განხორციელდება. მეტრო და რუსთავამდე ჩასულიყო. განხორციელდება, იმიტომ რომ მათ ინტერესებში შედის, იქ მოლი გაკეთდება, ბუნებრივია, ბევრი კომერციული ინტერესები იქნება. ახალი 6-35 სართულიანი კორპუსი შენდება. როცა მათ ინტერესებს ეხება, თუ მათ ჭირდებათ ეს პროექტები, ყოველთვის ხორციელდება და ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებენ, იმიტომ რომ ეს დიდი ღმის ინტერესებზე, მეტად ქართული ოცნების ინტერესებს ემსახურება, რომ იქ ეს გაკეთდეს, იმიტომ რომ იქ მოლები გაკეთდება, სავაჭრო ცენტრები იქნება და ბუნებრივია ეს კორპუსების აბსოლუტური უმრავლესობა დეველოპერები, ძირითადად მათთან დაახლოებული პირები არიან, მათი შემომწირველები, ახლობლები, მეგობრები, პარლამენტის წევრები აგერ და სულ ცოტა ხნის წინ მაგალითად ფასტა კომისიის თავმჯდომარემ ბერეკაშვილი არის, გვარად თუ არ ვცდები, 2 ტენდერი მოიგო, ერთი ვარკეთილში, ერთი სანზონაში ჩარგვის ქუჩაზე, სადაც ეს ჩანაცვლების პროგრამით უნდა განახორციელონ. იქ შევიდა ამ ტენდერებში. ერთი მხრივ ამბობენ, რომ ყველაზე განვითარებული საქართველოში დეველოპერული ბიზნესი არის და უამრავი მშენებელი კომპანია, მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური და რატომღაც ტენდერებში მარტო ქართული ოცნების დეპუტატები იღებენ მონაწილეობას და კითხვა ხო ისმევა, რატო არ შედიან ეს კომპანიები, თუ არსებობს და თუ ესე განვითარებულია ეს ბიზნესი, რატო აქვს მონოპოლია, თქვა ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ამ კითხვები ხო ისმევა ბუნებრივია. ამიტომ მან მივდივართ ალბათ კორუფციის თემასთან. ბუნებრივია
რთულია მართვის კრიზისთან მივდივართ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ხალხი თulis რომ მთელი ქვეყანა და მთელი ქალაქი არის მათი და მათ უნდა მოემსახუროს მხოლოდ. და გამოქვეყნდა მე რა ცოტა ხნის წინ იყო სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია სოფლებზე პირდაპირ ებმის ახლა რაზეც საუბრობდა რომ თბილისი იქცა ერთგვარ თავკომბალად, მაგრამ ამაზე ბევრი საუბრობს თბილისში რო გახვიდე, ყველა ამაზე წუხს, მაგრამ მეორე მხარეზე არავინ არ საუბრობს, რატო გახდა თბილისი თავკომბალა, ხო? იყო სოფლის განვითარების პროგრამა, სადაც მილიარდობით ლარი დაიხარჯა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, არ უტრირებ, მართლა მილიარდობით ლარი დაიხარჯა, მაგრამ ამის ფონზე საწავიდა ეს ფული თუ არა კორუფციაში, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხედავთ რომ გლეხის ცხოვრება არ გაუმჯობესებულა, თითქმის მთელი პროდუქტი შემოგვაქვს ირანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და კონკურენციას ვერ უწევს ჩვენი გლეხი ამას. იქ მით უმეტეს არ ვითარდება ეს სკოლები და ბაღები და ამ სტატისტიკაში ეწერა რომ 200 სოფელი უკვე არის საქართველოში, სადაც არც ერთი ადამიანი, არც ერთი ოჯახი აღარ ცხოვრობს. 40 სოფელი არის, სადაც ერთი ცხოვრობს, 53 სოფელია, სადაც ორი ცხოვრობს და ეს ტენდენცია იზრდება, იმიტომ რომ იქ არ ვითარდება. ურბანიზაციას წინ ვერ აღუდგები. არა, ვერ აღუდგები. ყველა ქვეყანა ასე განვითარდა, უბრალოდ ეს ურბანიზაცია ერთი ქალაქის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ურბანიზაცია ამაზე არის საუბარი. ანუ მარტო ესეთი ტემპები მიუღებელია. მარტო თბილისში კი არ უნდა ჩამოდიოდეს ხალხი სოფლებიდან სასწავლებლად, არამედ უნდა ვითარდებოდეს ქუთაისი, ზუგდიდი, ადგილობრივი ქალაქები, თელავი და ასე შემდეგ და ბათუმი არის პრინციპში. თუ ქალაქში უნდა ადამიანს გადასვლა, შეეძლო სხვა ქალაქების არჩევაც, ამაზე არის საუბარი. მე რა მაშინ 10 მილიარდი ლარი რატო დავხარჯეთ? ანუ ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ ბიუჯეტის ფული, მაშინ სხვა მიმართულებით დავხარჯოთ. მართლა ჩვენ სოფლის განვითარებაში ესე ვიცით მოქალაქეებმა ყოველ შემთხვევაში გადამხდელებმა რომ უზარმაზარი თანხები იხარჯება გლეხების მხარდაჭერისთვის, მაგრამ რეალურად არ ვიცი, კახეთში უკვე ყურძენი აღარ მოდის, ხო ეს ძალიან ტრაგიკული ამბავია, მაგრამ ატამზე და ბალზე და ვაშლატამას მოყვანაზე გადავიდა, არ ვიცი, ნახევარი კახეთი უკვე, იმიტომ რომ ხალხს უჭირს ფიზიკურად უკვე ვეღარ უმკლავდება ამ გამოწვევებს, აღარ უღირს მაგალითად ცოტა შორს გადავიდით, მაგრამ თბილისს პირდაპირ უკავშირდება.